მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2017 წელი ამოცანა ნომერი 4. ემასის თავდაპირველად უძრავმა სხეულმა F ძალის მოქმედებით T დროის განმავლობაში შეიძინა P იმპულსიო. მოგეკითხებიან რა იმპულსი შეიძენდა 2m მასის თავდაპირველად უძრავი სხეული იგივე ძალის მოქმედებით 3T დროის განმავლობაში. მოცემული გვაქვს ორი სხეული შესაბამისად m1 და m1 იყოს m-ის ტოლი, მაშინ m2 ტოლი იქნება 2m მასის გვაქვს მეორე სხეული, 2m-ის ტოლი იქნება. და ძალა იგივე ძალის მოქმედებით შესაბამისად F1 უდრის F2-ს და უდრის F-ს. ორივე შემთხვევაში ამ სხეულთა საწყისი სიჩქარეები თავიდან არის 0-ის ტოლი, V0 უდრის 0-ს და T1, მოდი T1 თავნიშნოთ T დრო, საწყისი დრო და T2 თავნიშნოთ შემდეგ 3T დროის განმავლობაში რა იმპულსი შეიძენს, სწორედ ეგ გვაინტერესებს თუ თავიდან იმპულსი P-ს ტოლი იყო. ესე იგი გვაინტერესებს, მოდი დასაძიებელი იმპულსი აღნიშნოთ P'-ით. და ეხლა ძალის იმპულსი რო ჩავწეროთ, ესე იგი ჩვენ თავიდან გვეუბნებიან, რომ F1 ძალის მოქმედებით T1 დროის განმავლობაში ამ ჩვენმა სხეულმა შეიძინა P იმპულსი და F2 ძალის მოქმედებით T2-ის განმავლობაში შეიძენდა რაღაც P' იმპულსს, ხო, რომელსაც ვიკითხებია. სწორედ ეს P' უნდა გავსაზრდოთ ახლა ჩვენ, ამისთვის გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ძალები ერთმანეთის ტოლია, ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ძალით მოქმედებთ. შესაბამისად F1 უდრის F2-ს და მოდით გავითვალისწინოთ ეს ფაქტი. და აქედან ახლა მოდი ასე მოვიქცეთ, ქვედა განტოლება გავყოთ ზედაზე, ესე იგი P'-ს თუ გავყოთ P-ზე. ეს ტოლი იქნება Ft2 გაყოფილი Ft1-ზე. Ft1-ზე. F-ების შევეკვეცება და თუ გავითვალისწინეთ მოცემულობით, რომ T2 ტოლი არის 3T-სი. ეს შეფარდებული T1-თან, რომელიც T-ს ტოლია, აქედან T-ების შევეკვეცება და ჩვენ გამოგვდის, რომ P1-ის შეფარდება P-სთან ტოლი არის 3-ის, ну საიდანაც საბოლოოდ შეგვიძლია დავწეროთ პასუხი, რომ ეს ჩვენი საძიებელი P' ტოლი ყოფილა 3P-ს. ესე იგი 3T დროის განმავლობაში F ძალის მოქმედებით ეს m2 უდრის 2m მასის სხეული შეიძენდა 3P იმპულსს. პასუხი D.